დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება აუდიო ჩანაწერი გამოიკვლეს, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შემდგარ საუბარს ასახავს. ბაჩიაშვილის თქმით, ეს ჩანაწერი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი მის ბიზნესში ინვესტორი არ ყოფილა და სინამდვილეში მხოლოდ ქართულ ბანკიდან სესხის აღებაში დაეხმარა. ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისს არის გაკეთებული და იმავე დღეს ტელეფონით საუბრის შემდეგ ქართულ ბანკმა ბაჩიაშვილს 5 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა. ჩანაწერის თანახმად ქართულ ბანკის მმართველმა ნატო ხაინდრავამ გიორგი ბაჩიაშვილს მაღალი რისკის გამო სესხის გაცემაზე უარი უთხრა და ის ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა. ბიძინა ივანიშვილი კი ბაჩიაშვილს რისკებისა და თანხის დაბრუნების გარანტიების შესახებ ესაუბრება. აუდიო ჩანაწერის მიხედვით ივანიშვილი და ბაჩიაშვილი სესხის პროცენტზეც თანხმდებიან. სესხის პროცენტზე შეთანხმების შემდეგ ივანიშვილი ბაჩიაშვილს ეუბნება, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს ნატო ხაინდრავას და მასთან გაიაროს დეტალები. Ну, არასტანდარტულია ბანკისთვის, რომ მე ასე შემთხვევაში ვერავინ დაგო მაგის ამ გარანტია დამატებით. Ну, это equity, это бизнес, equity is the whole. ამ შემთხვევაში მილიონი dolari, ეს რამე დამატებით გარანტია გაგზავნა. ჩანაწერი მისი ავთენტურობა და შინაარსია მხარეებს შორის დავის საგანი. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აუდიო ჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი მის მიერ ქართულ ბანკში სესხის მიღების სურვილზეა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მთელ ამ საქმეში ისე საუბრობს, როგორც მას აწყობს. ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მგალობლიშვილი კი ყურადღებას გერმანელი ექსპერტების დასკვნაზე ამახვილებს, რომელმაც აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ მასში მხოლოდ 2 ადამიანი საუბრობს. ჩანაწერი ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ ქართულ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე. რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი თანხდება და მეუბნება, რომ გამევლო ეს თემა დეტალურად ქართულ ბანკის დირექტორთან და შემეთავაზებინა რამე დამატებითი ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტის. საუბარში ამბობს ივანიშვილი, კი მე საერთოდ არ ვუბრძანებ, არ მინდა რომ ვუბრძანო ნატო ხაინდრავას ეს გაცემეს, თუმცა მათივე შემდგომ ჩვენებებში ის ამბობს, რომ მან უბრძანა ნატოს, რომ გაეცა სესხი, ოღონდ როგორც ივანიშვილის თავისივე ინვესტიცია. ანუ ერთ შემთხვევაში არ უბრძანებო ამბობს, მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ უბრძანებო. ანუ მთელ ამ საქმეში, როგორც ივანიშვილს მოაწყობს, ისე საუბრობს ივანიშვილიც და მისი ბანკი. დოკუმენტური მტკიცებულებები უთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს იყო სესხი. არც ერთ კონტრაქტში, არც ერთ დოკუმენტში არ არის ნახსენები რაიმე ინვესტიცია. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს ჩანაწერის შეგმნის თარიღს და ადგენს მოსაუბრე პირთა ვინაობებს, ანუ იდენტიფიცირებას ახდენს. ეს არის დაახლოებით 10 თუ 11 წუთიანი საუბარია, სადაც დეტალურად ათანხმებენ ერთმანეთთან მხარეები სესხის ხელშეკრულების გაცემის პირობებს, მათ შორის სავარაუდო პროცენტის ღირებულებას და ასე შემდეგ დეტალებს, რაზეც დაცვის მხარე მე და ჩემი დაცვის ქვეშყოფი პირველივე დღიდან ვაპელირებდით, რომ ეს იყო სტანდარტული სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაიცა ბანკის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე ამბობს, რომ შესაძლოა დაახლოებით მსგავსი შინაარსის საუბარი შედგა, მაგრამ მისივე თქმით ჩანაწერის ავთენტურობაზე გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ივანიშვილის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ამ ჩანაწერში უამრავი მონტაჟისა და ჩარევის კვალია. ამ ექსპერტიზის დასკვნის ბოლოში, ანუ სადაც შემაჯამებელი ნაწილი არის მოყვანილი, ნათქვამია პირდაპირ, რომ ექსპერტი არ არის გარწმუნებული იმაში, რომ რაიმე ზემოქმედების კვალი ამ აუდიო ჩანაწერზე არ მოიპოვება. ანუ არ არის, ასე ვთქვათ, გადამჭრელი ამის ექსპერტის განმარტებები, სწორედ ამაზე გადავამახვილეთ ჩვენ ყურადღება. პირიქით უთითებს საპირისპიროც კი დასტურდება, რომ ზოგი რამოდენიმე მონაკვეთში აშკარად ზემოქმედების კვალი ჩანს. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, რამდენი რესპონდენტია ამ აუდიო ჩანაწერში. იმ ლოგიკას დაცვაცხადებს, აქ იყო მხოლოდ ორ პირს შორის საუბარი. მაშინ როცა მათი მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა უშვებს შესაძლებლობას, ცალსახად შესაძლებლობას, რომ შესაძლებელი არსებობდეს აქ მესამე პირიც, უფრო მეტიც, ასე ვთქვათ, აქ მათ შორის განხორციელების დროზე ამ ჩანაწერის დროსთან დაკავშირებით პირდაპირ უთითებს, რომ ეს არის სავარაუდო პერიოდი და ამით ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ წარწერით, მარტივად რომ ვთქვათ, რაც ამ აუდიო ფაილზე არის და სხვა არანაირი გარემოებით. უფრო მეტიც ძალიან ბევრ გარემოებაზე საუბრისას, სადაც თავად ეს ექსპერტიზა აცხადებს, რომ არის საეჭვო გარემოებები, უთითებს დამატებითი კვლევის აუცილებლობას.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ პროცესზე გადაწყდა, რომ შემდეგი სხდომა 4 მარტს გაიმართება, სადაც გერმანელი ექსპერტი გამოიკითხება. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. ქართული ოცნების პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536,900 ამერიკული დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8,986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 53 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, როგორც მისი ადვოკატი ამბობს, 5 მილიონი დოლარი, რომელიც როგორც პროკურატურა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა ბაჩიაშვილთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგში დააბანდა, სინამდვილეში იყო სესხი ქართულ ბანკიდან და არა ინვესტიცია და ეს სესხი პროცენტის ჩათვლით ბანკს ბაჩიაშვილმა მალევე დაუბრუნა. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,500,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.